Ashley. არა, ოი, ხო, ეგარი ხატება. Maminka, დაგიხარ? შენთან უნდა? და მამიკო ასერო. წაგიყვან, მოგცა ერთი წალი გაჩქო, წაიყვან სახლში. არა, მინდა. ბაბა. ამინდა, მე ამინდა ჩინჩველი. ბატაინე, ყოლები. ამ ვლოგისთვის ვერ ვიღებ დიდად კადრებს. დიდად. და გიყიდი, ლილემ შემაწუხა სათამაშო ვიყიდო სათამაშო. დიდად ვერ ვიღებ, იმიტომ რომ გადასაღები რაღაცა ამ კვირაში არაფერი არ მქონდა. ეხლა არის ფასდაკლებები ტარგეტში და მაგას გადავხედავ. რა ფასდაკლებებია, ხო? თუ რამე მოგვეწონა ლილესთვის ავიღოთ. მაგალითად ეს მაიკა არის 6-7 წელზე არის 5-იც იქნება პირობითად აი ესეთია და ღირს მე მგონი 6 ხო 6 ეწერა მოიცადეთ სადაა ის ფასი მოკლედ აქ არის რა აი $6 ღირს თეთრის მოყვარული მანდა მაინც არა ვარ თამასაკში ხა მაგრამ ბევრი სხვა ვარიანტებიც არის და ყველა ღირს $6 აი ეს არის 4-5 წელი ესეთი აი ესეთი ყელით არ მეყვარს ამიტომ ნო ეს 6-7 ნუ თეთრებისგან დიდად შევიკავოთ თავი თეთრისგან ეს მხარე აბა წინიდან რა არის ვნახოთ აი მაგალითად ხო დედიკო პოლიცია დაინახე ესენი როგორს ო ესენი $10 ღირს უკვე ესენი ღირს $10 ესენი არის მაიკები მასაყვალელია 6-7 წელი მაგრამ $10 ძვირია ამოდი გავიაროთ სხვაგან კიდე ვნახოთ აი მაგალითად ესეთი მაიკა ღირს $5 4 წელზეა მაგრამ დიდია ეს დიდია 4 წელზეა მაგრამ ლილეს კარგად იქნება მაინც დიდი ზომა საყვარელი ფერია და აწერია sister კაკრას გვაწყობს ერთ წელი ეს ავიღოთ შემდეგი ზედა არის 5 წელზე ეს ღირს ოღონდ $7 ახოტია ესეთი ნაყი
ესეთი ჭრილები აქვს. ესეთია. შემდეგ გადმოვინაცვლეთ შორტებისკენ. ეს შორტი ღირს $5. არის შავი ფერი. ვარდისფერს კი უხდება შავი და მეც მომწონს ძალიან შავი ფერი, სიმართლე გითხრათ. ვაი. მაგრამ ლილესთვის ეს არის ცოტა პატარა. 6 წელზე არ არის სამწუხაროდ, 5 წლის კი არის, მაგრამ ბაყუიანი გუგუა, ბაყუიანი ტაკუცებიანი და კარგად ექნება, მაგრამ ძალიან მოტკვაცული ექნება. მოტკვაცულები ბევრი გვაქვს. აი დაბლარაკაი ჯინსის შორტებია, მაგრამ პატარა ბოიების. აბა ვნახოთ შემდეგი. აქ არის ვარდისფერები. ვარდისფერები მხოლოდ 5 წელზეა, ხო? ესეთია ვარდისფერი. ეს უფრო დიდი ჩანს სიმშავზე. თითქოს. ესეც ღირს რამდენი? ესეც ღირს $5. სამი ბაია გაჩნდება. აი თეთი ლამაჯია. ბავშვს ივნისში დავიწყებთ ხედვას. ესეთი კაბა და ესეთი ხუდი. ბავშვისთვის ნელა და ივნისში დავიწყებთ. ხო გაყვადა კარგი არ დაკარგეთ. ივნისში წავალთ და ერთად ვუყიდით. ეცლალი. ჯერ არაფერი $10 ღირს. ჯერ არაფერი საერთოდ ამას უყურეთ. არაფერი საერთოდ არ შეგვიძენია ჯერ. ტარგეტში არ ვაპირებ რაღაცების ყიდვას, ბაიასთვის წავალთ სხვაგან. და აი მაგალითად აქ არის 3 შარვალი და ღირს $12. აქ არის 4 ბოდე და ღირს $12. სავარესის $12, 4 ბოდე არის აქ და არის სადაც წერია ბაბა. ესეთ არის კოტონი. 100%-ით ქვემოთ ბოდეები. 3 ცალი და ღირს წამი შევხედო. ღირს 15, მეცადე $15 და 3 ცალი ბოდე. ესეთი ამბებია. გაიგო. მეგონა ვიცით. მეკრა ზაზუნა. ხო, ზაზუნა არის. მეგონი ნახოთ. თუ ყავს ესეთი თოჯინა, როლიკებია და თუ ყავს ის თოჯინა ესეთი, ჩააცმევ ტანსაცმელები იყიდება ცალკე თოჯინების. რაც ჩემ შვილს არ უყვარს. ეს ნახეთ სკამი. ლილას არ უყვარს თოჯინები სამწუხაროდ. ხო? ჰა. ეს რატო გაიმიზადა ჯერ აღებს, აბა შევძლებ ყიდვას? ხო, ნახე. წამოსკანერზე ვნახოთ რა ღირს. სკანერზე იმიტაც გავუშვი. $20 გესტე. ბრუნდებით სახლში. კიდევ კარგით, ძალიან ძლიერ მეწვიმა, მარ მოგვისწრო. ხვალაც წვიმა, ზეგაც წვიმა. თავარია სიცხე არ არის და ქარი არ არის.
მოვედით სახლში, ესეთი პონჩიკები დავაცხვე. აი, ესე გამოიყურება. ამჯერად გამზადების ვიდეო არ გადამეღია. აი, რომ განახოთ, აი. გური კარგები ვართო. აი ეს. ამჯერად გამზადების ვიდეო არ გადამეღია, მაგრამ გვირდებით შემდეგ გამზადებაზე აუცილებლად პროცესაც გადავიღებ. ანუ დღეს არის 29. ხო? თუ არა? იცავდა ხო არ შემეშალოს. ხო, არ მიშლება 29 არის დღეს ნამდვილად. ესე იგი, ახლა ამ პარასკევის ამ კვირის ვლოგი არ გამოვიდა ისეთი კარგი რა გაგებით. მაგრამ გითხარით მასალა არ მქონდა ბევრი გადასაღები. ხო და ეს ერთი და იგივე სტკეპნა კიდე არ მიყვარს, ხო იცით თქვენ. ხო და ამიტომ რახან ახალი არაფერი ისეთი არ მქონდა საჩვენებელი და სათქმელი. ცოტა ისეთი ვლოგი გამოვიდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც კმაყოფილები იქნებით იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ რომ არ დამედოხო უფრო ცუდი იქნებოდა. ხო, მოკლედ ლილესთვის ტანსაცმელი, ლილეს ტანსაცმელი გადავარჩიე. პატარები რაც ქონდა და აღარ ვარგოდა, ისინი გავუშვი თავის გზაზე. რაც პატარა ქონდა და ვარგოდა, ისინი შევინახე მეორე ბაიასთვის. წუთი მოვალეხლავე. ხო, გიყვებოდით, რომ რაც პატარა ქონდეთ, ხო შევუნახე, რაც კარგია რა და რაც როგორ გითხრათ, არ არის ხშირად გამოყენებული და ვარგა, შევუნახე მეორე ბაიას. დანარჩენები რაც უკვე აღარ ვარგოდა ისედაც პატარა ქონდა, გავუშვებთ საჭიროა. ხო, დანარჩენი კიდე რა სათამაშოები ლილესი გადავარჩიეთ, ბევრი რამე. რითიც აღარ თამაშობს, რაც უკვე წელიწადზე მეტია ნაყიდია და უკვე ასაკით ვეღარ უგებს იმ სათამაშოს. ბევრი ძალიან ბევრი ფაზლები, რომელიც ძალიან ბევრჯერ აქვს აწყობილი დაშლილი და უკვე ხელს აღარ კიდებს, იმიტომ რომ თვალდახუჭული აწყობს და შლის, ესენიც გადავარჩიეთ. განახებთ ახლა რამდენია. აი ეს ჩანთა არის მაგ სათამაშოებით სავსე. ხო და დიდი იმედი მაქვს, რომ წაიღებენ და სხვა პატრონები გამოუჩნდებათ ამ სათამაშოებს. გარდირობი ლილესი დავალაგე მოკლედ, ადგილი გავანთავისუფლე, საკმარისი ადგილია დრო ვიყიდი ტანსაცმლის ბავშვისას, მოთავსდება ყველაფერი ჩაეტევა და უკვე დამრჩა ეს სახლის მოწესრიგება რა. სახლს მოვაწესრიგებ დღეს ბოლომდე, მანამდე განახებთ ლილეს გარდირობს როგორ დავახარისხეთ ტანსაცმელი. ესე იგი როგორ გადავანაწილეთ, ესე დალაგდა. აქეთ არის სახლის ტანსაცმელი ლილესი, რაც სახლში აცვია. ეს არის ყველა გასასვლელი კაბები, მაისურები. ძირითადად არის მაისურები და სარაფნები. აქეთ არის შორტები სულ. ჯინსის კომბინეზონი, ეს ახლა ხან საჩუქეს დაბადების დღეზე. შორტები. ეს ჯინსის მოსაცმელი. ამას თავისივე კაბა აქვს, აი ეს. კაბა შორტი. და ცოტა ხანი მოსდის კიდე. ეს კიდე 1-2 ჩაიცმევს რა. და მე ესეც უნდა შევუნახო მეორე ბაიას. მაღლა არის კიდევ შარლები, რასაც ცივამინდში ვაცმევ ხოლმე. აქაც ესე შარლებია და გრძემკლავიანები, რასაც ცივამინდში ვაცმევ და უკან არის უკვე შენახული ტანსაცმელი, რასაც მეორე ბაიას ჯერჯერობით ვუნახავ, ჯერჯერობით ესე მინდა და შეიძლება მე გადავიფიქრო. კუპანიკია კიდე ლილესი. ხო და ესე დალაგდა რა. აქაც ახლა უჯრაშიც, აი ესე წინდები და ისინი ეს მარკები არ ქონდა მოხსნილი ტანსაცმლის კიდე. ეს კი იცით ბავშვის საწოლი ჯერჯერობით ლილესთან არის შემოტანილი. აქ იქნება ცოტა ხანს და მე გავიტანთ ჩვენთან ავაწყობთ. ხო და მოდით ახლა ჩვენებურად წამებში დავალაგოთ. ესე ლილეს ოთახიც ქესტუმ. всё. რა თქმა უნდა, სახლში სხვა ბევრი საქმეებიც მაქვს, მაგრამ ამას უკვე თქვენ გარეშე გავაკეთებ.
ახლა ეს ვლოგი აქ დასრულდება. მართალია არ გამოვიდა ისეთი სუყე, მაგრამ ხან ისე იქნება, ხან ესე იქნება, ხო? არ მქონდა მასალა, როგორც გითხარით, ამ კვირაში დიდად და შესაბამისად ვლოგიც ესეთი გამოვიდა. რაც შეეხება შემდეგი პარასკევის ვლოგს, თქვენ ვიცით, რომ 1 ივნის არის ბავშვთა დაცვის დღე და ძალიან მინდა, რომ ლილე წავიყვანო რომელიმე ღონისძიებაზე და გაერთოს, ესე ვთქვათ. იმედი მაქვს, რომ გამომივა, იმედი მაქვს, რომ ამინდით შეგვიწყობს ხელს, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მდგომარეობა შეგვიწყობს ხელს. მოკლედ, ბევრი გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება, თუმცა იდეაში გვაქვს ეს და იმედი მაქვს, რომ გამომივა და იმედი მაქვს, რომ შემდეგ ვლოგში ეს კადრები იქნება და თქვენს დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ აქ როგორ აღნიშნავენ ბავშვთა დაცვის დღეს. იქნება ბევრი ლოკაცია, სადაც აღნიშნავენ სხვადასხვანაირად. ზოგან კონცერტია, ზოგან სპექტაკლია, ზოგან რაღაც გამოფენა, ზოგან რაღაც პრეზენტაციებია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ლოკაციაზე ვერ მივალთ და არ მივალთ, მაგრამ ავირჩევ ერთ კონკრეტულს და თუ ყველა ფაქტორმა ხელი შემიწყო, პირველში აუცილებლად წავიყვან ლილეს და წაგვიყვანთ თქვენც. ასე რომ ამით დავასრულებ ამ ვლოგს და გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. გამოიწერეთ ჩემი Instagram არხი, სადაც უფრო ხშირად ვდებ სტორებს და უფრო ხშირად მაქვს კომუნიკაცია ჩემს გამომწერებთან. ყველა YouTube-დან მყავს იქ თითქმის. ასე რომ გადმოდით, გამოიწერეთ Instagram არხი და იქაც იყავით ჩემთან ერთად, ასევე გამოიწერეთ ჩემი არხიც, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და დაგემშვიდობებით ახლა დროებით, აი ესე გაწეწილი გემშვიდობებით შემდეგ ვლოგამდე. ნახვამდის.